კიდევ ერთხელ. ცოტა ხანი საგალობელს მოусინოთ მამო და შესვლა მეტი დავიწყოთ კი ბატონო Taulos etmamaz peridot. Allo Süleyman Pol, Bağda Tavada Danıltı. Evet var gagaxaruda gagadzliero topalo. Saamშვიდობისა ჩვენო ძვირფასო მაყურებელო, აი უკვე ტრადიციულად პარასკევით, წინა პარასკევის სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ შემოსვლა, საინტერესო თემა იყო, მაგრამ ტექნიკურმა პრობლემებმა ხელი შეგვიშალა ამის განხორციელებაში და ეს შევეცდებით ძალიან საინტერესო საკითხზე გესაუბროთ და ჩვენი მოსაზრებები გადმოგცათ, ასევე რა თქმა უნდა შეფასებები ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც საფრთხისმეტყველო კუთხით, ისევე საერო კუთხით და მე და მამასპირონ ვისაუბრებთ ეს, ასე ვთქვათ, ასეთი კითხვა გვაქვს ჩვენ დასმული, რამდენი სქესი არსებობს ლიბერალური იდეოლოგიის მიხედვით. და ამას საფუძველი რატო დაუდეთ, რატო მოვიდა ეს აზრი, რომ ამ თემაზე გვესაუბრა. ჩვენ ნახეთ ტელეეკრანებზე, რომ იმ ლიბერალური იდეოლოგიის წარმომადგენელ ადამიანებს ესე იგი სახელმწიფო მედია საშუალოები უსვამენ ასეთ კითხვას. ტრამპის გამოსვლის შემდეგ, ტრამპა როცა თქვა და ამაზე მე გავიტყვით, რა თქვა სინამდვილეში და როგორ იყო, რამდენი სქესი არსებობს. ანუ ფაქტიურად სახელმწიფო მედია ვერ გაერკვა სქესი უნდა ეხსენებინათ იქ თუ გენდერი. აი ამაში იყო ესე თქვათ მათი პრობლემა, იმიტომ რომ მათ ლიბერალები ისინი ძალიან კარგად არიან გაწვრთნილები ამ მეინსტრიმულ მედია საშუალებებში, როგორ არ უნდა ისაუბრონ, როგორ ისაუბრონ, პირიქით კი შეუბრუნეს კითხვა, როგორი სქესი არსებობს, მამაკაცი და კალია. მაგრამ იქ რომ დაესვათ იმათ კითხვა, რამდენი გენდერი არსებობს, აი მაშინ იქნოდა შეექმნოდა პრობლემა. ტრამპმა სხვათა შორის, აი თავის გამოსვლაში, როდესაც ისაუბრდა ამ თემაზე, მან თქვა ასეთი სიტყვები: დღეიდან მხოლოდ ორი გენდერი იარსებობს, ეს იქნება მამაკაცი და ქალი. და არა მას სქესი არ ულაპარაკია, იმიტომ რომ სქესი ბიოლოგიური მოვლენაა და ბიოლოგიური ასე ვთქვათ სამედიცინო გადაწყვეტილება იმისა, რომ კაცი ადამიანი იბადება ან კაცად, ან ქალად. დამთავრებულია. სხვა იქ არ არსებობს. მაგრამ აი გენდერი რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი, აი ამ თემაზე გვინდა ახლა დღეს გესაუბროთ. მამასპირონ თქვენ დაიწყოთ თუ მე დავიწყო?
როგორც გვაგუჩნდათ მამო. რა ვიცი თქვენ თუ გინდა დაიწყეთ თუ არა და დავიწყე. შემოგარგებო მოგესალმებით დალოცვილი გამყოფოთ მართლა შეცოდეს აი სიურულები ჩვენი წმინდანები შეცოდეს და მეცა მიგვიყოლოს იმ კონდიციამდე რომ ჩვენ გვესაუბროს რაღაც სიგიჟეებზე რასაც გენდერი საოდენობა ქვია არამედ გვესაუბროს იმ პრობლემებზე რომელიც პრობლემების სინამდვილეში აქვს საქართველოს თუნდაც ის ფაქტი მამაო რომ მაგერგუნ გავრცელდა ვიდეო სადაც პაკისტანელები თუ არაბები რა ვიცი რა ეროვნების ხალხია მოედანზე სტადიონზე შეშეფრებილი ყოველ პარკებს ატარებენ რაღაც თავის რელიგიურ რიტუალებს ცოტა ხანში საქართველოში იქნება ტერორისტული აქტები ცოტა ხანში საქართველოში იქნება ქართული გოგოების დაუპატიურებები ახლა ქუჩაში ვეღარ გაივლი ქუჩა როგორც არის როგორც ახასიათებთ მათე ჩვეულებრივ ქუჩით ძალადობები და ცოტა ხანში იგი დაიკავებენ აქაურ ძალაუფლებას. ცოტა ხანი არ დაჭირავს დიდი ხანი. ეს კატასტროფა ამ კატასტროფის წინაშე ჩვენ დგავართ. ჩვენ ამ ხელისუფლების გამო დგავართ ამ კატასტროფის წინაშე. ამის მასშტაბურობა აქვს ამ ხელისუფლებას. ქართული ოცნება ამას დამეშვა. ახლა გავადარდე თემას რომ დავუბრუნდეთ რა თემას დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენ იცით წლების განმავლობაში და ეს ხელისუფლება რაც არსებობს 12 წლის განმავლობაში ვიმტკიცებდა და გვასწავლიდა კანონმდებლობას ლებულობდა რომ საქართველოს რომ ზოგადად არსებობს ავიც ათეულობით გენდერი უბრალოდ εν რაოდენობის გენდერი არსებობს εν რაოდენობის ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს თავი მაგალითად წყალ რა ვიცი წაღლად კატად კამეჩად რამე ყველანაირად წარმოიდგინოს და ისაა და ამ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ის და ფაქტები არსებობს ფაქტები რომ კაცმა მივიდა იუსტიციის სახლში მამა კაცად დაბადებულმა და თქვა რომ მე ქალაქში ვთავ და პასპორტი ჩაუწერეს სქესი გენდრობით ასე ცხოვრობს ეს ხალხი ეს მთავრობა ამას აკეთებს და მთავრობა ამას ერგავს გეუბნობდა მიიღო გენდერული შექმნა გენდერული პოლიცია გენდერული ეგერთოდებული და გენდერული დანაშაულებები არსებობს და რა ვიცი ყველანაირი სიგიჟე თუ შეიძლება იყოს რამე ვიყოს მოგონებული ადამიანი თვიში ყველანაირი სიგიჟე ამ თავრობა კანონმდებლობაში შეიტანა ჩვენ ამ რეალობას წინაშე გავარდა ახლა გავარდა ვითვლით რამდენი გენდერია ზოგადად მთლიანად იმდენად სიგიჟემდეა მისული ქვეყანა იმდენად ფსიქიკურ აშლილობის წვარს უკვე დიდი ხანი განახსენებულია ქვეყანა რეალური საფრთხე რაც ემუქრება ჩვენ ქვეყანას ყოფნა-არყოფნის საფრთხე გვიდგა ხვალ ფიზიკურად მოხსოვენ დახოცავენ ხვალ ფიზიკურად და ტერორულ აქტებს მოაწყობენ ხელისუფლებაში დაიკავებენ კაცო ის ევროპაზე ლაპარაკი და ამერიკაზე ის დიდი ქვეყნები არ და ისინი კიდე ადვილად გაუძლებს შემოსევას მუსულმანების თუ აზიელების თუ არაბების შემოსევას ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენ ამას ვერ გავუძლებ მითუმეტეს ქვეყანა იცლება ქართველებისგან რომელი ევროპელისგან იცლება ევროპა რომელი ამერიკელისგან იცლება ამერიკა სადგარბიან ისინი არცად არ გარბიან თავი ქვეყანაში არიან საქართველოში პარალელურად ქართველი გარბის უცხოელი შემოდის ამ საფრთხეში გავარდა ჩვენ გვიძებს საუბარი რამდენი გენდერი არსებობს მოდი ახლა ბაბაო აი თქვენი ნებართვით აი ვიტყვი ამას აი რა არის პრობლემა არის თვითონ იდეოლოგია ლიბერალ იდეოლოგია მოახვიის თავს ჩვენს ქვეყანას ლიბერალები ნახეთ ხელისუფლება ბოლო დღემდე როგორ იცენიებს კოლექტიურ ნაცებს აი პროდასავლელებს როგორ იცენიებს ფსევდოლიბერალები აი მივალსო ყურადღება ისინი ფსევდოლიბერალები გულილები არ არიან ესე იგი ნამდვილები ჩვენა ვართ სინამდვილეში პრობლემა იდეოლოგიაში და რატომ აი მოხსნი და თქვენი ნებართვით ყველაფერი ქრისტიანისთვის რა როგორ განისაზღვრება ადამიანი რა რელიგიის თუ იდეოლოგიის მიმდევარია მაგალითად ალბათ მუსულმანისთვის მაგალითად მისი ცენტრი მოქმედების ცენტრი არის მუჰამედი ქრისტიანებისთვის
მოქმედების ცენტრი, ყველაფრის ცენტრი არის ქრისტე. და დღესადღაც ქრისტიანობა და ლიბერალობა პარალელურად გააურო. ქრისტიანობის ცენტრი არის ქრისტე ღმერთი. ქრისტიანი ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს მიმდევარია ის და ის ცხოვრობს ქრისტეს სიტყვის მიხედვით. ქრისტიანი ყველაფერი როგორ ქრისტეს სიტყვის მიხედვით ცხოვრობს. და ლიბერალიზმის ეს არის ჩვეულებრივი ერთ სატანისტური სულის იდეოლოგია, რომლის ცენტრი არის ადამიანის სურვილები. ადამიანია მათი ცენტრი და მათი სურვილები. ნახეთ, ლიბერალური იდეოლოგიის თანახმად თუ ადამიანს გაუჩნდა სურვილი, რომ მაგალითად ის არის კამეჩი. ლიბერალური იდეოლოგიის თანახმად მას ამის უფლება აქვს და მართალიცია. იმიტომ რომ თუ ადამიანის ამოსავალი მოქმედების ცენტრი არის ადამიანის სურვილები, მას ამის სურვილია რომ კამეჩივით იცხოვროს. ვიღაცა ძაღლებით უნდა რომ ძაღლებს აღიქვამს და ძაღლებით მოხსე დარბის ქუჩაში და ყებს. ვინახავთ რომ კადრებება და დასავლეთება. თუ ადამიანს ამის სურვილი აქვს, მას უფლება აქვს. და ეს მართალიც არის, იმიტომ რომ ლიბერალური იდეოლოგია ეს არის მართალი ოცნების აზროვნებით შეიძლება ეს ოცნება ხო ლიბერალური იდეოლოგიის ძალა აქვს. დააკავნა ყველაფერი ლიბერალიზმი. ანუ მას ბუნებრივია კაცად რომ დაიბადა ადამიანი ის მიდის იუსტიციის სამში ეუბნება კალი ვარო და ლიბერალური იდეოლოგიის საფუძველზე არა უფლება არ ჩაუწეროს ხალი. იმიტომ ლიბერალია ოცნება არის ლიბერალი თავისი იდეოლოგიით. შესაბამისად ის იყო ვალდებული ჩაეწერა ხალი. ამიტომ ლიბერალიზმში არის პრობლემა. იდეოლოგიაში პრობლემა. გაარავდა არა ვიღაც პიროვნებებში. ეგეთია, ვიღაც წამოიყვირებდა ხოლმე და ახლა წამოიყვირება. მაგრამ რა ვქნა კაცო და ეგ ადამიანები, რომლებსაც ჰორმონალური დარღვევები უნდა დავეხმაროთ და უმკურნალოთ. მაგრამ სიკვდილეში რა ხდება, მამათმავართა 80% არის არასრულოვანების დროს გაუპატიურებული. სინამდვილეში ხდება, სინამდვილეში და მე ჩვენ დანარჩენი საზოგადოება, ლიბერალური საზოგადოება. უძახის რომ ტაში გუგური ეგრე ნორმალი განძელი ცხოვრება. იმანაც რა ქნას ადაპტაციას ვერ ახდენს, ჩანსახ საზოგადოებაში მშველელი არავინ ყავს, გარდა ტაშის გამყველისა. და ამძელებს ვერ ეთანხმოს უფლებების იცავენ და ასე შემდგომ. ორი სქესი არსებობს, ორი გენდერი არსებობს და კითხვა მაგარი დავასრულებ, ესე იგი, ბიჭო, დამუშეს კაი საქონელიაო, ნათქვამია ჩვენთან არ იციანას იმეცი თქვა. ოცნების წარმომადგენელი და პროპაგანდისტო, რა ნამუსი ცვამ ამ კითხვას, რამდენი სქესი არსებობსო, კაცო. მაგრამ სად ნამუსი, სად ქართული ოცნება? რა უნდა მაგათთან ნამუსდას დილობას, კაცო, და ყველაფერი კანონმდებლობაში მიიღებს, ეს სიბინძურეები დააკანონებს წლების განმავლობაში. და სანამ ჩვენი საზოგადოება ამას ვერ გაითავისებს, არაფერი არ შეიძლება, რა შეიძლება შესაძლოა შენი შვილების მომავალ 200 ლარად ყიდი აჩვენებით წინ. რა უნდა გეშველოს, კაცო? რა უნდა გეშველოს? ყიდი შენი შვილების მომავალს. ყიდი 200 ლარად და 40 ხაზა, კაცო. ან რაღაცა შენ ბიზნესი, რაღაცა რეფასები და რაღაცა ტენდერები უნდა მოიგო, ფული უნდა აკეთო, ბიუჯეტი უნდა ზარცვო და ქვეყანას უყავდა შვილების მომავალს ანადგურებ და 40 ხაზა, კაცო. მეტი რა უნდა გეშველოს, არაფერი არ გეშველება. სანამ ჩვენს გონებაში არ გადაიხარშება, სანამ ღირსება არ დამიბრუნდება, ღირსება უნდა ამიბუნდეს და ეს კიდე ქრისტიანობის გარეშე შეუძლებელია. ქრისტე ღმერთი უნდა იყოს ჩვენი სწორება, რაზეც და ჩვენი აზროვნება, ჩვენი ქმედება გავასწორო, ეს უნდა იყოს ქრისტე ღმერთი და არა დასავლეთი და რაღაც ესე თუ ის უბედურებები.
გამიგზელდა მამა მე არა უშასო ეხლა მე ცოტა მინდა რომ ჩვენი მაყურებელი გავარკვიო ზოგადად აი ამ გენდერიზმის თეორიაში იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ აი ასეთი კითხვის დასმაც კი ფორმა რამდენი სქესი არსებობს თუ რამდენი გენდერი არსებობს ჩვენ სამწუხაროდ კარგად არ გვაქვს ეს გარკვეული ჩამწვარი არა ვართ აი ამ გენდერიზმის თეორიას იმიტომ რომ ჩვენ გვეზიზღება და გვეჯავრება ეს გარკვეულება თავისთავად ცხადია მიდგომაც ასეთივე გვაქვს თავის ამ მოვლენის მიმართ მაგრამ ჩვენ უნდა გავერკვიოთ რა თვალსაზრისით რომ ჩვენ არ დაგვემართოს რაიმე შეცდომა მომავალში და ვიღაცამ კიდევ არ მოგვატყუოს ასე და მოატყუოს საზოგადოება იმითი რომ აი ესე შეფუთოს ლამაზად გარეგნულად რაღაცა სიტყვებით და გითხრას რომ ეს თავისუფლება ეს ადამიანისთვის არის საჭირო და ასე შემდეგ ხშირად არის ხოლმე რომ აი ამ საფარგელ ქვეშ მზაკულად შემოგვატყუებენ ხოლმე ძალიან ცუდ მოვლენებს რომლებიც მე იწვევს ჩვენი საზოგადოების გადაგვარებას და ჩვენ აი ეს ფაქტიურად ეს პროცესი გავიარეთ აი ეს ახალგაზრდობა რომელიც დღეს კუჩებშია გამოსული აქტიურობს და ასე შემდეგ და მათი მოქმედებებიდან ჩვენ ხედავთ რომ ისინი აი ამ მეინსტრიმმა რასაც ქვია ლიბერალური მეინსტრიმი შეუცვალა გონება შეუცვალა აზროვნება და დღეს ისინი ფაქტიურად ჩამოყალიბებულები არიან როგორც ლიბერალური იდეოლოგიის მატარებლები აი ამაშია მთელი პრობლემა და ლიბერალური იდეოლოგიის მთავარი იარაღი არის სწორედ აი ეს გენდერიზმის თეორია და რატომ იმიტომ რომ აი ხო მე პატარა ახსნა გამარტებას გავაკეთებ თუ რას ნიშნავს აი ეს დამოკიდებულება ლიბერალური იდეოლოგიის ამ თემის მიმართ. ისინი აი როცა ამ თემას ამუშავებდნენ სხვათა შორის უნდა ითქვას რომ ეს ისე ხელგაყრით კი არ არის დაწერილი, რამაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ, იმიტომ რომ საყვარება სწორედ ისეთი უნდა ფორმა მისცე, რომ ადამიანებს დააჯერო ის ესე ადვილად გადაიყვანონ შენ ჭკუაზე. თუ იმას, რა თქმა უნდა, აქვს ქრისტიანული მსოფლმხედველობა, იმას ვერ გადაიყვან, მაგრამ ახალგაზრდები, რომლებიც აი პატარა ასაკიდან მოდიან და ჩვენ ხო ვიცით, რომ სკოლებში ასწავლიდნენ, მაღლენსებში ასწავლიდნენ ამ იდეოლოგიას და ამ იდეოლოგიის ხალხი ზრდიდნენ ასეთ ახალგაზრდებს, ხო? რა ხდება ახლა, რა მდგომარეობაშია ეს ყველაფერი? აი ეს თეორია როგორ არის ცით გაკეთებული? პირდაპირ აღიარებენ ისინი, კი ბიოლოგიურად ორი სქესია, მეტი არ არის კაცო, კაცი და ქალია და ამაში არც კი გედავებიან, არც კი შემოყვებიან ამ თემაში, რომ არსებობს თუ არა ბიოლოგიურად. კი ამბობენ ბიოლოგიურად არსებობს, მაგრამ ადამიანი არის ინდივიდი. აი საიდან იწყებენ ისინი უკვე ასე თქვა ჩვენ შეცდომაში შეყვანას. ადამიანი ინდივიდია და მას აქვს თავისი წარმოდგენები. მან შეიძლება წარმოიდგინოს თავის თავი სხვადასხვა მდგომარეობაში. ანუ იყოს კაცად დაბადებული და ქალად წარმოიდგინა თავისი თავი და უკვე მას რადგან წარმოდგენილი აქვს ასეთი მდგომარეობა თავისი თავის და ის ქალია. ამ პირას თქვენ ბრძანებდით აი ეს ცხოველებთან დაკავშირებთ, ხო? შეუძლია ვირათი წარმოიდგინოს თავი ზაღლად, კატად და ასე შემდეგ. ამისი ნათელი მაგალითიც ხო ნახეთ, არა საქართველოს იმს რომ კატის ხმით კნაოდა ერთ-ერთი ისა რა ქვია ადამიანი ახალგაზრდა. და ამის ვიდეოც აქვს ნანახი დიახ. და აი ასეთი მეთოდით ცდილობენ რომ დააჯერონ ახალგაზრდებს რომ თქვენ თავისუფლები ხართ, თქვენ არ გჭირდებათ არაფერი სხვა, გარდა იმისა რომ თქვენ როგორ წარმოიდგენთ საკუთარ თავს. აი მთელი არსი ამაში არის რომ აი ამ თავისუფლების ასე ვთქვათ საფუძველით ახერხებენ იმას რომ დააჯერონ იმათ რომ ეს არის სწორი იდეოლოგია, რომ ესე იგი ეს ადამიანზე მორგებული იდეოლოგია და მთავარი მიზანი აქ რაშია, იცი, მთავარი ყველაზე მთავარი აი ამ მეთოდით გაზრდილი ადამიანები რა თქმა უნდა ღმერთს უარყოფენ. ღმერთი მათთვის აღარ არსებობს. ქრისტიანული მორალი მათთვის აღარ არსებობს და თავისთავად ცხადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით თუ შევხედავთ აი ამ პროცესს ზოგადად ეს არის პირველ რიგში რა თქმა უნდა მართლმადიდებლობასთან ბრძოლა, ქრისტიანობასთან ბრძოლა და ღმერთის ჩამოშორება
ადამიანის გონებიდან, ღმერთის მოშორება ადამიანის გონებიდან. იმიტომ რომ როდესაც შენ ღმერთს აღიარებ, შენ გაქვს გარკვეული ვალდებულებები ღვთის წინაშე, ღვთის მოშიშება, უნდა ესე ვთქვათ, მოქცეს იმისი ძალა და სწორება, რომ შენ ასეთ გარყვნილებაში არ ჩაოდე და თავი შეიკავო. მეორეს მხრივ, როდესაც უფალი ჩვენ გვეუბნება, რომ მამაკაცა, დედაკაცა შექმნა ღმერთთან ადამიანი, ეს დაბადების პირველ მუხში ხო წერია და აკურთხა ღმერთთან მეტყველმან, აღორძინდი და გამრავლდითო, ხო? ესე იგი ფაქტიურად უფლის ნება არის, რომ ადამიანები დაოჯახდნენ, ოჯახი შექმნან და ამის საფუძველზე გამრავლდნენ, აღორძინდნენ, გამრავლდნენ, ესე იგი. აი ეს თეორია გენდერიზმის თეორია, რომელსაც ლიბერალიზმი კარგად იყენებს, თავის ხერხია, მისი ხერხია, აიძულებს ადამიანს იმისათვის, რომ მან ღმერთის ნება კი არ გაითვალისწინოს, არამედ თავისი სურვილები, თავისი მოთხოვნილებები და აქედან გამომდინარე ადამიანი დააყენოს ღმერთის მაგივრად. აქ უკვე ისეთ პრობლემასთან შევდივართ, რომ ღმერთის ჩამოშორებით ადამიანის აი სატანისტური ეს ანტიქრისტიანული აზროვნების შედეგია, ხო? ადამიანი ღმერთის გარეშე ვერ განხრტოვდება, ჩვენ ხო ვიცით? ამის მის გარეშე ვერ განხრტოვდება და აი სწორედ ანტიქრისტეს უნდა რომ ამ წუთის სოფელში ადამიანი აიყვანოს აი ამ ხარისხში. და თავისთავად ეს არის შეუძლებელი, ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ განხრტობა მხოლოდ ღმერთს შეუძლია, სხვას არავის არ შეუძლია. და თავს ადამიანი ვერასოდეს ვერ აიყვანოს მაქსიმუმად, იმიტომ რომ ცოდვა, რომელიც აი ამ პროცესში ემართება იმას ასეთი მიმართულებით როცა მიდის ამ იდეოლოგიით როცა ცხოვრობს თავისთავად ცხადია ღმერთს ჩამოაშორებს ისე რომ ის მერე მაგინებელიც გახდება ღმერთის ეკლესიის დამარბეველიც გახდება და საერთოდ ყოველგვარი ქრისტიანული მორალის მოსმენა მისთვის არის როგორც აი დედის გინება. ამიტომ აი ამაში უნდა კარგად გავერკვევთ ჩვენ ჩემო ტკბილო მაყურებელო რომ თავარი ესე ვთქვათ პრობლემა რაც არის ლიბერალურ იდეოლოგიაში ეს არის მათი სურვილი რომ ჩვენ ღმერთი ესე ჩვენგან ღმერთი გააკროთ და ამისთვის იბრძვიან მათი ყველა ეს მოქმედება ეს ერთ-ერთი ხერხია ადამიანის უფლებების დაცვა უმცირესობისას რელიგიური იყო ხოლმე ადრე და ეხლა საერთოდ აღარ არსენებენ ეხლა არის სექსუალური უმცირესობების უფლების დაცვა. ეს არის მთავარი, ესე ვთქვათ, რომ ვიღაცა თახვების უფლებები უნდა დაუიცვათ, ძალების უფლებები უნდა დაუიცვათ, ასე შემდეგ და ჩვენ რომ ღმერთი გვიყვარს, ჩვენ რომ ღმერთს პატივს ვსწრებთ, რომ ვიცით რომ ღმერთია ჩვენი შემოქმედი და ყოველისავე ჩვენთვის კეთილის მომტანი, ეს უნდა დავივიწყოთ, ეს უნდა დაგვავიწყოთ. აი ამაშია მთელი პრობლემა. ამიტომ გენდერიზმი არის ერთ-ერთი ხერხი იმისა, რომ ლიბერალურმა იდეოლოგიამ თავისი მზაკვრული მოქმედება განახორციელოს. კარგი, დააგრძელეთ მაშინ. ჩვენი ქრისტიანებისთვის, როგორც მოგახსენეთ, ამოსავალი არის ქრისტეს სიტყვა. რომ ჩვენი ქრისტიანი იმიტომ ქვია, რომ ქრისტეს სიტყვის მიხედვით ცხოვრობთ. ჩვენ აი ნებისმიერ სახის რომელიც არსებობს რელიგიას სინამდვილეში ჩემთვის ერთი რელიგია ეს არის ჩვენი ვარფენული რელიგია. მაგრამ ყველა რელიგია როგორც ხარი თქვა რელიგიის სახელწოდებული სხვა მიმდინარეობები ხო ყველას გააჩნია თავისი საზღვრები, თავისი ღობეები, თავისი წითელი ხაზები. რაღაც აკრძალვები აქვს მათ. ქრისტიანობაც ასე არის, რაღაც ღობე, რაღაც წითელი ხაზი, ცნებებია ეს. მოგცა ცნებები ადამიანს ღმერთმა და ამ ცნებების მიხედვით და იცხოვრო. ქრისტემ რაც გითხრა ის შეიძლება, რაც გითხრა არ შეიძლება, ის არ შეიძლება. ეს ამას ნიშნავს იყო ქრისტიანი, ქრისტეს სიტყვის მიხედვით. თვითონ სიტყვა ლიბერალიზმი ძლიერ ლიბერი ნიშნავს თავისუფლებას. ითარგმნება როგორც თავისუფლება. ლიბერალიზმი ნიშნავს თავისუფლების იდეოლოგიას, ასე ითარგმნება. ლიბერტა იტალიურად ნებისმიერ ენაზე ეს არის თავისუფლება. მე მინდა კითხვა გამისვათ, შემოგვიფასო სვენებო.
ლიბერალიზმი თავისუფლება რისგან თავისუფლება შემოკარგება რისგან ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ვიღაც გელაპარაკება თავისუფლებაზე უნდა ჩაეძიო რისგან თავისუფლება და რისთვის თავისუფლება ქრისტიანობაც ასევე თავისუფლებას გვეუბნება აი გამოსვლა ასე ნიშნავს გამოსვლა რისგან გამოსვლა ტყვეობიდან გამოსვლა ნიშნავს პასექი ებრაელების გამოსვლა პასექი ეგვიპტეთა ტყვეობიდან ხოლო ქრისტიანთა პასექი ნიშნავს ეშმაკის ტყვეობიდან გამოსვლა ცოდვის ტყვეობიდან გამოსვლა ქრისტესთვის და ქრისტესთან ხოლო ლიბერალიზმი რისგან თავისუფლება შემოგვიფასო ქრისტესგან თავისუფლება ლიბერალიზმი და მოხეთ მისი ცენტრი თუკი ქრისტიანობის ცენტრი არის ქრისტე ლიბერალიზმის ცენტრი არის ადამიანი ადამიანი უმთავრესი ადამიანი შემთხვევით კი არ ამბობენ ისინი ამ ფრაზას ადამიანი მათი სული ადამიანის უფლებები ადამიანის უფლებები და უფლებები შემთხვევით არ არის ეს იდეოლოგია ლამაზ სიტყვებით მოდის რომ მოგატყუოს და ახეთ ერთი შეხედვით თითქოს არაფერი არ ცუდი ადამიანის უფლებების დაცვაში არ რისგან ვიცავთ ამ უფლებებს თავ რისგან ღმერთისგან ნახეთ სტერეოტიპები უნდა დავანგრიოთ უამბობენ ლიბერალები აგროვე სტერეოტიპებს ეს სტერეოტიპები სინამდვილეში არის ღვთისმიერ დაწესებული წესი და რიგი წესრიგი ქრისტიანული წესრიგი რაც არსებობს ქრისტიანულ საზოგადოებაში ლიბერალიზმი ცდილობს მის დაანგრევას ეს ბუნებრივია იმიტომ რომ ის ლიბერალია პერიალი ქრისტიანობის ამიტომ ჩვენ ძილფესრიანად სიხლისეულად უნდა გავითავისოთ შემოგვიფასებო რომ ლიბერალიზმი არის ქრისტიანობის სადმი მტრობა ერთდროულად ლიბერალიც იყო და ქრისტიანიც არის ან არის ეს ვერერკვევი მოტყუებული ხარ ან ჩვეულებრივ თავისებური ხარ იმიტომ ქრისტიანობა და ლიბერალიზმი შეუთავსებელი ნახე რა ხდება ნებისმიერი სახის იდეოლოგია მოტივირებულია ყველაზე მნიშვნელოვანზე ხვალინდელ დღეზე მოტივირებული ესე იგი ახალგაზრდობაზე ბავშვებზე და არ არის შემთხვევით რომ ლიბერალური სწავლება დანერგილია ბაღებში და სკოლებში შემთხვევითი არ არის რომ წლების განმავლობაში და ათეული წლების განმავლობაში გრანტები მოდიოდა დასავლეთიდან იმისთვის და პედაგოგები ძირითადად მიაქციეთ ყურადღებას შემოქართველებო პედაგოგებზე მოდიოდა გრანტები ძირითადად გრანტების 80% დაახლოებით ხო მეტიც პედაგოგებზე ანუ განათლების სისტემაში მომუშავე პერსონალიებზე იყო გათვლილი გრანტები მაგრამ გრანტების აბსოლუტურ უმრავლესობაში წერია მოთხოვნა რომ გრანტს იგებ ერთ-ერთი მოთხოვნა შემდა იყო ლგბტ ტოლერანტი და შენ ბავშვებს შესაბამისად უნდა ასწავლო უნდა თავდერგო ლგბტ ტოლერანტობა ეს შემთხვევითი კი არ არის ამაში ფული რო იხდიან ფულს იმიტომ რომ ლიბერალური აზროვნება დაზარდულ მომავალი თაობა დაზარდეს კიდეც შემთხვევითი არ არის ამ ხელისუფლება რომ იყო ეგრეთ წოდებული ბავშვთა უფლებების კანონი რომ ასწავლიან ბავშვის თავისუფლება უფლებები ბავშვის უფლებები და ასე შემდგომ შემთხვევითი არ არის ეს არის მიზანმიმართული მტრობა ქრისტიანობისადმი და მიზანმიმართული მტრობა ჩვენი შვილებისადმი ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ ამ საფრთხის წინაშე დგავარ და უბრალოდ ჩვენ ამ საფრთხის წინაშე დგავარ ჩვენ ამ საფრთხეში უკვე ვიხარშებით მალე გადავშენდები გადაგვარდები აი ბავშვები დაიზარდნენ უმრავლესობა რომ დაელაპარაკები მე ამის უფლება მაქვს იმის უფლება უკვე ამას გეკინებენ სინამდვილეში ამას ასე დაზარდა ქართულ მოცემებს ბავშვები და ნახეთ ეუბნებიან რას ანუ სკოლები უნივერსიტეტები გაივსო გეი აქტივისტებით უნივერსიტეტები
სავსე არის სტუდენტებმა რომ იციან რომ ის არის გეი და ლესბოსელი იციან ეს იცნობენ უკვე და პროპაგანდაზე აღარ ლაპარაკი უნივერსიტეტა ერთ კოლექტივის ანუ პროფესორ მასწავლებელთა უმრავლესობა ლიბერალია ლგბტ აქტივისტია ასეთი კატასტროფული მდგომარეობა სკოლებში რატომ იმიტომ რომ ათეული წლების განმავლობაში გრანტებით იყიდეს ეს ხალხი ჩვენ ეს უნდა გავთავისო კატასტროფა ქვეყანაში ჩვენი შვილებს გააჩენ და უნდა მიაბარო ვის უნდა მიაბარო იმ დაწესებულებას რომელ დაწესებულებაშიდანაც რომ დაამთავროთ გამოიყენებენ მშობლების მტერს ზრდია შვილებს მშობლების მტვრად მიარჩევ ყურადღება და ვიღაცა კი არ აკეთებს კაცო ამას ბოსური უცხოელი ამას აკეთებს ეს ხელისუფლება ბოლო 12 წელიწადია ქართული ოცნება და ჩვენ ვისაც გვიყვარს ჩვენი შვილები როგორმე უნდა მოახერხოთ იმ პოლიტიკური ზალის ხელისუფლებაში მოყვანა რომელიც არის ჩვენიანი ეს უნდა მოახერხოთ სხვა შემთხვევაში ქვეყანა აღარ იარსებებს სხვა შემთხვევაში ჩვენ ევროპაში კი არ შევართ აქ შემოვლენ პაკისტანელები და ირანიზაცია არაბეთი და პაკისტანი ეს კომიტის ეგ პროცესი უკვე დაწყებულია მეთქი აგერ დღეს ვიდეოს უყურებ ჩვენ ყველა ეს პროცესი ქართველები აღარ არიან აქეთ უკვე ქართველი აი ჩემ ბავშვობაში ჩემ ბიჭობაში უამრავი ახალგაზრდა ვიყავით სოფელში დღეს რომ რაღაც რაღაცა ფეხი მოგეკიდა სადმე მორი დაგეცეს რამდენის გინდა იყვირე მამაო სოფელში მორის ამწევი არ გყავს ახლო მახლო აღარ არის უკვე სოფელში ახალგაზრდობა კატასტროფა უკვე და უკვე ქალაქებშიდაც აღარ არის უკვე ხალხი მიხედოთ დედალოს ქართველებს გულისხმო გაიცო კორპუსები უცხოელები კაცო მოიხედეთ რა ბოლო გავიგერო ფინა მანქანა სამსახური მიდი მოდიხარ მეტი არ გაწუხებთ არაფერი ახლა ვისაც ეკუთვნის იმას მეუბნები ხანდახან სადარბაზოში და შეიხედეთ კაცო ხანდახან დაინახე სადარბაზოს იბლი ნარკოტიკების მიტრო გიცამრავენ შვილებს ბიჭო ხანდახან დაინახეთ ედი რა დალოცვილი ეს ამას ვინმე სხვა კი არ აკეთებს უფასებო ამ უბედურებაში ქართული ოცნება ფულს აკეთებს ეს ხელისუფლება კაცო ამაში ნარკოტიკებით ფულს აკეთებენ კაზინოებით ფულს აკეთებენ ღამის კლუბებით ფულს აკეთებენ რა ეს თავრობა რა შემჩნელია რამესი კაცო გამორიცხულია ეს ეგენი ამა საკეთებენ მაგათ ინტერესში შედის ეს უბედურებები ვარცხაობდეთ მეტი პაკისტანელი ვინ გაუჩნდა ვინ ისა უვიზობი მოსვლა პაკისტანს რავი ევროპული ქვეყანაა თუ რასთან რა მიმიცა რაც უფრო მეტი პაკისტანელი შემოვა მეტი უფრო მეტი ბიზნესი იქნება ბიზნეს ატყობს ეს და მეტი ბინას იყიდიან ისინი ბინის ბუბირუარი ვიყიდულო ბინებს უმრავლესო აცოქცებას გადაუხარ ბავშვს ეუბნებიან ასწავლიან დია დაუბრუნდებით ებას რომ შენ უფლება გაქვს როგორად წარმოვიდგენია თავი ის იყო მაგრამ იყავი რაც გინდა გინდა ცხენი იყავი გინდა ზაღლი და იხეფე ქუჩაში თუ მიყიხარი გამოა გოგო მე არ ვიცი გონია ამ ესე დიპლომატია მაგ ბაღებში არის ბაღები უკვე საერთო ტუალეტში დაყავ ბიკი და გოგო და შემოიღეს უკვე ბაღებში რაცო არ ვიცი რა რამდენად მართალია მაგრამ არ იქნება ეს გასაკვირი არ არის გასაკვირი არ არის არ ვიცი და ყველაფერი სიბიძურია მოსალოდნელი კაცო სანამ ჩვენ ღირსება არ დამიბრუნდება ქართველებს და სანამ ჩვენ ვინცავართ არჩენილი თუ არა საღადა ქართველი მამაო ქართული სულისვამო ვინცავართ არჩენილი სანამ არ დამიბრუნდება ღირსება ჩვენ რა გავქრებთ რა და უბრალოდ ხანდახან ფიქრობ საერთოდ ჩვენ ამდენი ხანდა სახელმწიფო რატო გვაქვს ვიმსახურებთ ის სახელმწიფო რო უნდა შენი ამ კითხვას ვიმსახურებთ
გადაგიშებული ვარ უკვე რას ვეგუებით აი რას ვეგუებით და რასთან გვაქვს ცხოვრება შვილებს ვიღუპავენ და კაშეგურის რეჟიმში ვარ კაცო გადაგიშებაქცება შვილის დამოვალდა აუბროს ოცნებაშო დიდია პატარაია ოცნებისება დიდებაში არის კაცო აღარ ვიცი რაც გინდათ ის იყავებო შვილებს შეუძლია გინდათ საღლი იყავიო ბიჭი თქვა ქალი იყავ პასპორტი ჩაგიწევდო კაცო შეიცვალა ოცნება ვისაც ჯერათ რა ოცნების შეჩმის მოდით რა ექიმის გაესინჯე კაცო აქ უსაკეთებ და ნაზირალა გაფინანსებ და მიტოლაპარაკო მაგას ani იოტი ხარ ვერა ხარ ჯამთელი და ექიმს უნდა გაესინჯე კაცი პრობლემა რა გვეუბნებს ოცნება შეიცვალა რას ოცნება შეიცვალა ის ვერ გაურკვევია კაცო სქესი და გენდერი ერთმანეთთან და დარბიან მიკროფონებით მამაო აი რადონის სასაცილოები არიან ისინი ხო ვერ პასუხობენ ისინი ხო არ ვიცი რა არ ვიცი იბარგო თათაშორის ვარამიან კარგად უპასუხო სქესი ორია და გენდერი ძალიან ბევრია გარკვევით უპასუხო ესე რა კითხავს ვაბე თვითონაც არ იცია რატო ვერ ამბობენ გენდერს ვამი იცი კი იცი მაგრამ უბრალოდ კითხავ რიტორიკული კანონები თვითონ ჩაწერეს მამო გენდერი თვითონ ჩაწერეს გენდერი უწერია კაცო და ტრამპა გენდერი გაუ გენდერული ორი გენდერი პოლიცია არსებობს ბოლოს და ბოლოს ვერ მარგებულობენ ამ გაუ შედალოცილო თუ მართლა შეიცვალება რაში შემთხვევი ხარ საკუთარ ჯიბეს სხვა გაათხელეთ რა გარეგულად შეიძლება რაღაცები გააკეთონ, დეკლარაციები გააკეთონ, მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ რომ ეს კონსერვატიული ცვლილება ასე არ ხდება. კონსერვატიული იდეოლოგია, ვიცით როგორ არის, აი კონსერვატიული იდეოლოგია ნიშნავს, რომ შენ სული და ხორცით ხარ ქრისტიანი, შენ ხარ ქრისტეს ეკლესიის წევრი, შენ ხარ ამ მორალისა და ღირებულების დამცველი. და მაშინ ხდები კონსერვატორი. ისე კი არა დაუშვათ რომ აი ქარმა წამოუბერა და კარგი ის არის, რა ვქია ეხლა, აი ტრენდში შემოვიდა კონსერვატორობა და კაია კონსერვატორობა და ხალხი დამიჭერს ხარს და ამის გამო გახდებ კონსერვატორი. კონსერვატორობა არ არის ეგ. იმიტომ რომ თუ შენ არ ცხოვრობ ეკლესიურად, თუ არ ცხოვრობ ეკლესიური კანონები და აზროვნება არ აქვს, ქრისტიანული მართლმადიდებლური აზროვნება არ აქვს, ვერ გახდები ვერანაირად, რაც ეგ არის ისიც როგორ არის ეს არის ფილოსოფიური მოცემულობა კოკასაში რაღაცას იგივე წამოსდიდებისო ნათქვამია ეს ხალხური სიტყვებით და ფილოსოფიურად რომ თქვათ და ფილოსოფიური მიდგომით ადამიანის აზროვნება როგორც არის ჩამოყალიბებული ის აზროვნება განსაზღვრავს მის მოქმედებას მიზეს შედოღობრივი კავშირები მაგით იმყარდება როდესაც შენ გაქვს შინაგანად განწყობილება ისეთი რომ შენთვის მთავარი ღმერთი არის ფული და ფულის შოვნაა მთავარი რა თქმა უნდა ცხადია 2x2 შენ იმ ესე ვთქვათ მოიდგებ ყველა იმ ტრენდს რომელიც მომგებიანია იმას ის ბიზნესის კანონია რაც ბიზნესს აქვს ასეთი კანონი რაც კარგი არის შენი ბიზნესისათვის ის უნდა გააკეთო როდესაც ქვეყნის ცხოვრებაზეა ლაპარაკი და შენი ერის მომავალზეა ლაპარაკი და შენი ქვეყნის მომავალზეა ლაპარაკი, იქ უნდა შენ სიყვარულით უნდა აკეთებდი ამას და შენი შინაგანი რწმენით უნდა აკეთებდი ამას და არა რაღაცა ესე ვთქვათ მოსული მოვლენებით. ამიტომ გვინდა თუ არ გვინდა ეხლა ამდენი ხანი გავიდა ხო ეხლა სულ იმაზეა ლაპარაკი ესენი გამოდიან ჩვენ ამათ გავაუქმებთ ასე ვიზავთ ისე ვიზავთ სულ ამაზე მიდის ლაპარაკი ხო და რაც ყველაზე მთავარია და რაც ყველაზე გვეწვის ეხლა ამ წუთში აი ხომ ბრძანები რომ დაიცალაო სოფლებიო რატომ დაიცალა სოფლები მამო რატომ დაიცალა კითხვა ხო უნდა დავსვა და პასუხი გავუწევ იმიტომ დაიცალა სოფლები რომ აქ ადამიანებს არ აქვს იმის საშუალება რომ სოციალურად ისეთი პირობები შეექმნათ, შრომის უფლებები შეექმნათ იმისთანა, რომ ღირსეულად თავისი ოჯახები შეინახონ. მიზან მიმართული ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი მიზან მიმართული. რატო შემოყავთ ის რა ვქია პაკისტანელები? იმიტომ რომ ქართველი მოითხოვს დაუშვათ აი ვოლტები და ისინი რო არის ახლა დაატარებენ. ხო, ქართული ლაპარაკი არიციან, ნო, მოდია და მუნჯურად ხელებით გელაპარაკებიან რაღაცას რო გამოიცა. პაკისტანელები მუშაობდნენ სულ, მუშაობენ მაგას.
ტაქსისტები მუშაობენ უკვე პაკისტანელები. და ასე შემდეგ აი ისეთი სფეროები დაიკავეს, სადაც ქართულმა შეიძლება უთხრას მე ოჯახი ყავს კაცო და მე ახლა 300 და 400 ლარი არ მეყოფა და 500 ლარი. ახლა ბიზნეს აინტერესებს, რაც ნაკლებად დახარჯავს, მეტი მოგება ექნება თავისთავად ცხადია. აქედან გამომდინარე ესე რომ მივუდგეთ ჩვენ კაცო ბიზნესის კუთხით, მაშინ სულ უნდა დაიცავოთ საქართველოს და წავიდნენ ყველანი და შემოვიყვანოთ მაშინ ეს ჩინელები, შემოვიყვანოთ აფრიკელები, პაკისტანელები და გადავარქვათ სახელი მაშინ აღარ უნდა საქართველოს არ იქნება ეს. დავარქვათ რაღაცა ჯუსტანბერი თუ რაღაცა ჯანდაბა. ხო და ასე რომ აი თავარი მიზეზი რაც არის ეს არის ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიას რომელიც მართავს ქვეყანას უნდა ქონდეს ქვეყნის სიყვარული და აქედან გამომდინარე აუცილებლად უნდა ქონდეს მართლმადიდებლური ქრისტიანული მრწამსი. თუ ეს არ ეკნება ყველაფერი არის ამოებად. იქნება ლაპარაკი, იქნება გამოსვლები, იტყვიან ამას, იტყვიან იმას, ზოგს მოეწონება და მე ვიღაც ახლა ჩვენ შეიძლება გვისმენს ოცნების ხარდამჭერი და ახლა დაიწყებენ ეს ნამავოები, კაცო რაღაცა ხალხო ხედავენ როგორი ცუდი მდგომარეობა არის, ყბილით იჭერენ იმას, რა ქვია, ქვეყანას მშვიდობას ინარჩუნებენ და ასე შემდეგ და რატო არ ყევენ ამ ნავს, რატო იმაშვებიან, უტევენ ასე კაცო ჩვენ იმიტომ კი არ ვლაპარაკობთ ამას რომ ჩვენ ვიღაცა გვეჯავრება პირველად ვლაპარაკობთ რომ ხედავთ რომ ქვეყანა იუპება და დაუღის გზისკენ მიდის და ამიტომ ეს გაიცვალოთ ჩვენი შვილების და ჩვენ შულზე კი არ არის მარტო ლაპარაკი და მამა სპირიდონის შულზე კი არ არის ლაპარაკი ყველა ჩვენ შვილებად მიგვაჩნია ის ახალგაზრდები ვინც არიან ვინც იბადებია დედა ამ ჩვენს დალოცულ ქვეყანაში ყველა ჩვენი შვილები არიან და ისინი ვთქვა და ამიტომ არის რომ ასე ლაპარაკობ და ასეთი ულისკივილი გაგვაჩნია. თორე იმიტომ კი არა რომ რაღაცა კაპრიზები გვაქვს. ახლა მე და მამა სპირიდონს რომ დავდგეთ და აქ რაღაცა ვაკრიტიკოთ და რაღაცა ვილაპარაკოთ ამ თემას. გული რო ვთქვა იმიტომ ვლაპარაკობთ. ჩვენ რო ხედავთ ამ და ესე დარღვევას და დაქცევას ქვეყნისას, ესაა ჩვენი პრობლემა. ამიტომ არის რომ ესე გულისკივილით გელაპარაკებით და თუ კაც სიტყვასაც ვამბობ და ვაკრიტიკებთ, არა იმიტომ კი არ ვაკრიტიკებთ, რომ რაღაცა აკვიატებული აზრები გვაქვს და რაღაცის გვინდა, რა ქვია, გაფუჭება გვინდა. ასე მეც გამეხარდება და მამას პირიდანსაც და ყველა სასულიერო პირსაც და ყველა კეთილ ადამიანს, ვინც არის ჩვენს ქვეყანაში პატრიოტი ადამიანი, რომ ხორციელდებოდეს მართლაც რაღაცა ისეთი ნაბიჯები იდგმებოდეს, რომ აი ეს ნარკოტიკებში არ ეხჩებოდეს ჩვენი ახალგაზრდობა, რომ ისეთი პირობები შეიქმნას საქართველოში, რომ დასაქმდეს სახელმწიფო უამრავ მილიონებს და მილიარდს ხარჯავს რაღაცა ესე თქვა მივნინებებში, წასვლა, წამოსვლა ამ ევროპაში რომ მიდიან და მოდიან და რაღაცა რა მიქონდა, რა მოხონდაო ნათქვამია, ხო? აი იმდენი თანხები იხარჯება, აშენდებოდა ერთი კარგი ქარხანა, სადაც თუნდაც 1000 კაცს დაასაქმებდა, ხო და ნორმალური ხელფასი მიეცემდა. აშენდებოდა რაღაცა ფაბრიკა. ერთი პერიოდი ჩვენ განთქმული ვიყავით მთელი ასე ვთქვათ იმ ტერიტორიაზე, რასაც ერქვა იმ კავშირები, ხო? მე იმ კავშირებს კი არ მივიტირი კაც. განთქმული იყო ჩვენი საფეიქრო მრეწველობით. უამრავი რაღაცა იკერებოდა და მიდიოდა და შემოსავალი ჰქონდა ხალხს. ხოლმეურნეობები და ეს იყო მეურნეობები რო იყო, მუშაობდა ხალხი დასაქმებული იყო. ერთი გაიარეთ თქვენ ქართლის მიწები რა მდგომარეობაშია. აი წეროვანთა რო გადიხართ, იქ არის საოცარი ნიადაგები, რომელზეც მოდიოდა უნიკალური ჯიში ურზნის, რომელსაც ჩინებული ქვია სინამდვილეში, მაგრამ ჩინურს ეძახდნენ. უბრალოდ შეეცვალა სახელი. რომელიც იყო ყველაზე საუკეთესო მისგან დაყენებული, იყო საუკეთესო თვისებების. ის მიწები რო ნახოთ რა მდგომარეობაში და გლეხებს დაურიგეს ესე თქვა 1000 კვადრატული 2000 ზოგს 5000 შეხვდა და რა ქნას იმ გლეხმა არც სახელმწიფო დაეხმა რაფერში არც ესე თქვა ტრაქტორი არ აქვს საწვავის ფული არ აქვს არაფერი არ აქვს და მარტო მიწით რას უნდა გახდეს არა ვერაფერს ვერ აკეთებს კარგი გამოიყვანა ის არა ქვია დაუშვათ ყორბალი ან რაღაცა ის ყურძენი მოიყვანა რა ის ყურძენი სახელმწიფო ერევა ამ საკითხებში არ ერევა ის ყორბალი რომ მოიყვანა სახელმწიფო ერევა ამ საქმეებში არ ერევა ესე იგი გამოდის რომ იმ გლეხის შრომა არის ფუჭი
და მას არ აქვს იმდენი შემოსავალი ოჯახი შეინახოს. ეს მიზეზები ყველაფერი გროვდება მე საბოლოოდ და მე იქ რაღაცა იფიქრე რა გავაკეთო ადგა და ის თავისი მიწა გაყიდა. და გაყიდული არის მამაო თქვენ რო ნახოთ იქ იმ მიწებზე ესე იგი გახსნილი 1000 გვარი საწარმოები, თეგეტები, რაღაცეები, უამრავი ესეთი ისა რომელიც ფაქტიურად სასოფლო სამეურნეო მიწა არის განადგურებული და გაუბედურებული. ის ვიღადათმობს იმას. და ფაქტიურად ჩათვალეთ რომ ის სოფელი მკვდარიაო. და აქედან გამომდინარე ახალგაზრდები რო ვერ ხედავენ პერსპექტივას, ვეღარ ხედავენ რაღაცა რა გააკეთონ, როგორ მოიქცნენ, არა, არის ეს დინება ამ უცხოეთისკენ. რიქ რო ჩავლენ შავმუშავთ, იმუშავენ, მაგრამ რაღაცა ორ კაპიკს აიღებენ ისეთსაც რომ შეიძლება აქ გაჭირებულ თავის შობელს მიაწოდონ, ან ვიღაცა ნათესავს მიაწოდონ, თავისი ოჯახის წევრებს მიაწოდონ. აი ეს არის სუნთელი ამ ყველაფრის ესე ვთქვათ მიზე თავი და ბოლო. აი როცა სახელმწიფო მიუდგება თავის ქვეყანაზე, თავის ერს, გულისწყივილით და სიყვარულით, ის დაფიქრდება იმაზე, რომ ის გლეხი, რომელიც მუშაობს მიწაზე, შენიერი შვილია, შენი ქვეყნის შვილია, შენი სახელმწიფოს წევრია. მოდი, ის რაღაცა თანხები, ბიუჯეტი რო არის, ისე გადაანაწილე, რომ იმასაც შეუქმნი პირობები, რომ იმან დათესოს, მოიყვანოს, მერე მიიღე ის ჩაიბარე კაცო და გადაუხადა ისე, რომ იმ კაცს საფიქრებელი არ აყოდეს, რომ ზამთარში ესე ვთქვათ, სიცივეში არ მოკდეს და საჭმელი და პურის ის ხოდეს საშუალება. ამიტომ ეს პროცესები რომ მიდის საბოლოო ჯამში მივდივართ და აი ამ დაცლამდე, დემოგრაფიულ პრობლემამდე მივდივართ. და სწორედ დღეს რომ შევხედოთ მამაო როგორი სიტუაცია, ხო NGO-ები და მათი ეს დასაქმებული ხალხი ცხოვრობს ძალიან მდიდრად და მშრომელი ხალხი, გლეხი ხალხი არის დაჩაგრული ყველანაირად. აქედან გამომდინარე, თუ უნდა მართლა რაღაცის გაკეთება ხელისუფლებას, პირველი ნაბიჯები რომ შენ ხალხს შეუქმენი ისეთი პირობები, რომ იმას არ კონდეს გასაქცევად საქმე. უგვარე სოციალური პირობები და თავად ცხადია, ეხლა აქ ჩვენ როდესაც თემა კი მართალია გენდერებისა და იმის შესახებ ხონდა რა ქვია, მაგრამ ჩვენი აზრით და ჩვენი გონებით მივდივართ იმ საკითხებამდე, რომ ეს მხოლოდ გარეგნულად არის ამაზე ლაპარაკი და გარეგნულად არის ამ პრობლემების განხილვა და რა ვიცი, ტელევიზიით ლაპარაკი ამ თემებზე. კანონი არ არსებობს ისეთი მამაო, სამწუხარო 12 წელია და იმ წინა ხელისუფლებას არ მიუღი არაფერი ისა ხალხისთვის სასარგებლო. არც ახლა არ მიუღიათ სამწუხარო. არაფერი კანონი არ არის ხალხის სასარგებლო. რომ კაცმა ამოისუნთქოს და რაღაცა გააკეთოს, რაღაცა შექმნას და ქვეყანამ რაღაცა შექმნას კაცო. მარტო ბიზნესი და მარტო ის ხო არ არის რა ქვია ვიღაცის ბობოლა ხალხის მოგება. კი ბატონო ისიც იყოს, მაგრამ მოდი ხალხსაც ვიფიქროთ არა. და ისეთი პირობები შეუქმნათ, რომ მათ არ ქონდეთ აი ესეთი საშინელი სოციალური თუ ეკონომიური პირობები. მაღალ ერთი კომენტარს შევეხრიანი. ვინიბრეული წერს კომენტარს, რომ წერს, რომ კარგი მოსავალი მოვიდა კახეთში ყურძნის. ძვირ გაყიდეს კაპიკებში რომ არ გადაეყარათო. არც ერთი ქარხანა აღარ იბარებდა, რაც პირდებოდა იგი ჩავიბარებდო და რა ქარს გლეხმო. მართალი არის კი, მაგრამ პრობლემა იცი რა არის? ამ გლეხმა აჩვენები რომ მოვიდა ხმა ვისიც. აი აქ უკვე მეორე პრობლემა მოდის, ხო? მაგაზია საქმე, მაგაზე. და გლობალურობა ჩააყენა, იმან კომისა ხმა. ეს პრობლემა მოგამოსწორდება. შეიძლება კონკრეტულად ვინც იგულისხმა ახლა ჩვენმა პრობლემა კითხვის დამსვება, კონკრეტულად იმ ოჯახმა კი ნორმალურად ვიცახმა, არა. მთლიანობაში ვის ვიცახმა გორელმა გლეხმა, რომელსაც ვაშლი ურბება. ვის ვიცახმა კახელმა გლეხმა, შეიძლება კაცო ვინ საქმედავენ გვარამიას პარტიას კახეთში პირველ ადგილზე გასულიყო ოცნების მერე შეიძლება ეს მოგვიყო საშინელება ეს არ გამოსწორდება სიტუაცია ასე იქნება. აი ჩვენ გავითვალისწინოთ რომ
ეს ამდენი გენდერია და ამდენი გენდერია და ამდენი ადამიანის უფლებები ეს ამას ხო ქართული ოცნება აკეთებდა ამას ვინმე სხვა კი არა ბაია პატარაია დაარგების სამინისტროში წამყვანი პოზიცია ეტირა ვის ხელში ბოლო 12 წელიწადი ვისი მმართველობის ხელში ეტირა ბაია პატარაიას წამყვანი პოზიცია განათლების სამინისტროში ქართული ოცნების ხელში ხომ არა ქართული ოცნების ხელში ხომ არ გაივსო უნივერსიტეტები გენდერ გაუკვეველი პროფესორ მასწავლებლები თვითონ რა გარკვეული ამდენი გენდერია საფრანგეთში ქართული ოცნების ხელში ხო არ ხდება და რატო ხდება ეგ რომ ის ფრაზა ერთ სახსა და ხშირად იმეორებენ ნუ არკევთ ნავს აი რატო ხდება ეს ქართულმა ოცნებამ შექმნა ესეთი სისტემა სადაც ნახეთ ნარკოტიკებით მოსაკეთებს არანაირი პრობლემა არ არის ნარკოტიკების ამ რიგად ვაჭრობის აკრძალვა არ არის პრობლემა მით უმეტეს ბავშვები რო არიან უკვე განარკომანებულები მაგ პრობლემების მოგვარება პრობლემა არ არის მომოინდომოს რა თქმა უნდა მაგრამ მოსაკეთებს კაზინოებით და ონლაინ თამაშებით ხელისუფლება ფულს აკეთებს რამის კლუბებით ფულს აკეთებს სხვადასხვა გამყიდველური გადაწყვეტილებები პაკისტანელებს რომ უიზომის აქაც ფული არის გაკეთებული დარწმუნებული ვარ და ყველანაირ აკეთებს ფულს და როდესაც ჩვენ რაღაცას ვამბობ მოგიბრუნებიან და გვეუბნებიან იგი თანყავთ ამონია უაყავთ ეგრეთ წოდებული მიშა და ნაცები დაიგერი ნუ არყევთ ბიჭო ნავს იგერი დაბრუნდებიან სინამდვილეში ჩემო ქართველებო ეგრე არის ერთხელ უბრალოდ ძალაუფლებას ვერ იყოფენ ვინ უნდა ისინი ზედას ხალხზე მაგისთვის დაუბედვა ბიზნესებში პრობლემები არა მაგრამ ქართველი ხალხის გაუბედურებაში და ზარწვაში ამ ძალებს პოლიტიკურ ძალებს ერიდას პრობლემა ერთმანეთთან არა და სინამდვილეში ნავს თუ არყევ ამობენ იმიტომ რომ ხელს ნუ გვიშლის ვაო პურის კეთებაში ამას ნიშნავს ეს ამიტომ ამბობენ თუ არა სხვა მიზეზი კი არაფერია სხვა მიზეზი კი არ არის აბა მეტი არაფერი მერტვა მოგცეს არის ამ თქვა მერტვა მოგცეს ჩვენ რაც რომ მეტ ადამიანს ღირსების განცდა არა გვაქვს არა გვაქვს არაფერი მამი ჩვენ ახლა დიახ ჩვენ რა უნდა მოსის ფონი გილებოდეს შეიძლება და თან იმხსეთ ხელისუფლებას და ისეთ პოლიტიკურ ძალების გვერდით იდგეს რომლებსაც ვერ გაუკვევიათ რამდენი გენდერია ქვეყანაში საერთოდ ასეთი პოლიტიკური ძალების გვერდით რო დრახა რომელი ღირსებაზე შეიძლება მელაპარაკო დიახ მამი ხო ბოდიში რომ ესე ვთქვათ მინდოდა ამ თემაზეც ორი სიტყვა მეთქვა ახლა რადგან ამ თემაზე გვაქვს ჩვენ საუბარი ძირითად ლიბერალური იდეოლოგიის პრობლემებზე ხო აი მე მაინტერესებს ერთი კითხვა უნდა დაუსვა იმ ხალხს ვინც 200 ლარის გამო 300 ლარის გამო მხარი დაუჭირეს აი ამ ლიბერალური იდეოლოგიის ესე ვთქვათ მოქმედებს ხო ხო ხედავთ არა ჩვენ ფაქტია ჯიუტია რაც 40%-ზე მეტი თითქმის აიღეს ამ ლიბერალურმა ძალებმა რა ნუ ახლა იმაზე ვლაპარაკობ ოცნებამ როგორ მოახერხა ეს ყველაფერი და მაგაზეც ვიტყვი მე უბრალოდ ვლაპარაკობ რომ აი გვარამია რომელიც იცი რომ არის ასე ვთქვათ აი ამ გენდერია რომელსაც შეცვლილი აქვს ეს გენდერი ხო ფაქტიურად ის არის თავის თავს არ ვიცი რა თulis ახლა რა იმ თავის იმაში ჩემი საქმე არ არის მიხედოს თავის საქმეს მაგრამ ყველამ ხო ვიცით ვინ არის ეს პიროვნებაც ხაზარაძე ხო ვიცით ვინ არის ეს პიროვნება რომ გაყოლიფა და გაუბედურა ხალხი და ბინის გარეშე დატოვა 200 ლარად როგორ უნდა გაიყიდო ისე რომ შენი ქვეყანა არ გიყვარდეს და შენი სამშობლო არ გიყვარდეს შენი შვილები არ გიყვარდეს რომელსაც მომოვალს უკლავდაც როგორ შეიძლება რომ აი ესე გაიყიდო და ფულის გულისთვის გააკეთო ასეთი რაღაცა მე მესმის რომ
შეგიქნეს ეგ პირობები, რომ თქვენ ღარიბები იყოთ, თქვენ არაფერი არ გქონდეთ საშუალება ცხოვრების და არ გქონდეთ იმისი გაქანება, რომ აი ის 200 ლარი შეიძლება რაღაცას ნიშნავს თქვენთვის, მაგრამ ცოტა წინ უნდა გავიხედოთ, აი ხო უნდა დავინახოთ რა ხდება. გინდათ რომ თქვენი შვილები მერე საბოლოო ჯამში რომ ერთმა დავიფაროს მაგისგან რომ ლიბერალმა იდეოლოგიამ გაიმარჯვოს საბოლოოდ ჩვენ ქვეყანაში, თორე მერე უკვე კი არ იმას კი არ გეტყვიან რომ შენ როგორ თვლი შენ თავს რას გრძნობ შენ თავში ხალი ხარ თუ კაცია ხარ თუ რაზე ასე შემდეგ. არამედ ამას გაიკეთებენ პირდაპირ ყოველგვარი იმის გარეშე. ხო იყო ამერიკაში, შტატებში იყო ასეთი კანონი, ზოგიერთ შტატში, ძალიან ლიბერალი შტატები, რომ ბავშვებს, პატარა ბიჭებს, ესე იგი მაპატიეთა კლასს ვიტყვი, აჭრიდნენ სასქესო ორგანოებს და ძალდატანებით ხდიდნენ იმათ, ესე იგი ჰორმონებს ასრულებდნენ, თვით აი ილონ მასკმა მოკლა თავის შვილის შესახებ. ასეთი ის დამისვესო, რომ თქვენიო შვილო შეიძლება თვითმკვლელობით დაამთავროსო თავისი სიცოცხლე, თუ თქვენ ამის უფლებას არ მისცემთ და შეუცვალეს სქესი იმ პატარა ბავშვს. და ეხლა ძალიან განიცდის ამაზე არის ძალიან დამძიმებული. ეს იმიტომ თქვი, განა იმიტომ კი არ ვამბობ ამას, რომ რაღაცა ესე არ უბრალოდ ეს გავრცელდა მთელ სოფლიოში და ყველამ ნახა. ყველა ადამიანმა ნახა ეს მისი საუბარი. ასე რომ ესეთი რაღაცა ჩვენთანაც მოხდება და ამიტომ ურესლარად ყიდით თქვენ მომავალს, თქვენი შვილების მომავალს. ამაზე უნდა დავფიქრდეთ ხალხო. ჯობია ერთხელ გავიჭირო და შავი პური მოვიტეხო და ის შევჭამოთ. ყველას ეხება ეს აბსოლუტურად. ან მივიდეთ ვიღაცასთან და კეთილ ადამიანთან და დაგვეხმარება. ახლა ისი არ არის სიტუაცია, რომ მაინც გვაქვს ამ ჩვენ ქართველებს რაღაცა თანაგრძნობის განცდა ერთმანეთის მიმართ და გაჭირებულ ადამიანს რომ ხედავთ ეკლესიაში რამდენი გაჭირებული მოდის და ყველას რაღაცით ვცდილობთ რომ დავეხმაროთ. ლუკმა პური მივაწოდოთ, რაღაცა ესე ვთქვათ, ცოტა თანხა მივცეთ იმისათვის, რომ რაღაც კომუნალური გადაიხადონ და ასე შემდეგ. ეს უნდა სახელმწიფომ შეასრულოს და სახელმწიფომ გააკეთოს ისე, რომ ასეთ მდგომარეობაში არ იყოს ესეთი ადამიანი, მაგრამ თუ კი მიზან მიმართულად აღარიბებენ ხალხს, ის სამართავად ადვილია. მერე ის 200 ლარი იმ ადამიანისთვის რაღაცას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ უნდა გარდატეხა მოახდინოთ, ჩემო კარგებო. ყველამ უნდა ვიფიქროთ ამაზე აუცილებლად, რომ ნუ გავყიდით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალს 200 ლარა და 300 ლარა, ინა 500 იყოს. ის 500 ლარი ჩვენ დაგვეხარჯება ერთ თვეში, ორ თვეში და დამთავრდება ამით ის თანხა. მე რას ფიქრობთ? მე რა იქნება? როგორ უნდა ვიცხოვროთ ამნაირ ქვეყანაში? აი ეს პაკისტანელები რომ მოვლენ და მერე აპატიეთ და გაგიუპატიურებენ შვილებს და მერე რომ ვიღაცა ესე თქვა იმას ჭიხაც მოგიწყობს და რაღაცა უბედურებას, აი მერე გვია იქნება ამაზე ფიქრი. როცა ჩვენ არჩევნებში ესე იგი არასწორ გაგმას ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას ეს ერთი პრობლემაა, როცა არ გესმის და აკეთებ, მაგრამ როცა მიზანმიმართულად ამაში კიდე ფულს იღებ და ასე აკეთებ, ეს კიდე უარესია. ამიტომ ეს დღევანდელი ჩვენი თემა ამ საკითხებს უკავშირდება და ლიბერალური იდეოლოგია არის დაუყვა ქვეყნის და მით უმეტეს ჩვენი პატარა ესეთი მცირერიცხოვანი ერისათვის დაუყვა არის. დაფიქრდით ხალხო, დაფიქრდით. გვიან იქნება მერე, ძალიან გვიან იქნება. თუ ჩვენ არ მოვახერხეთ ამ იდეოლოგიის გადალახვა და ქვეყანამ არ მოახერხა ამ ჭირის მოშორება თავის თავიდან, იცოდეთ რომ მერე ძალიან გვიანი იქნება. დაწყებულია უკვე საჩინელი პროცესი, იცოდეთ. ძალიან ხმო გეთანხმებით, გამო, რასაც მე ესვის თქვენი გულის კივილი და თქვენი გულის სემა ესვის მაგრამ და გიერთები და მინდა თქვა რომ ჩვენი ეთერიც ახლა მგონი უახლოვდება და სხვასი. ცოტა დავრჩათ. კატასტროფაში ვიხარშებით და ჩვენ ახლა ვარკვევთ რამდენი გენდერი არის სამყაროში. ეს არის შემთხვევით ასევე შემთხვევით არის ლიბერალური იდეოლოგიის ნაწილი არის და როგორ ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ლიბერალური იდეოლოგია უნდა დავამარცხოთ და უნდა ვიბრძოლოთ, რა თქმა უნდა ცოტანია ვართ დარჩენილები ვინც ამ სისტემას ამ ლიბერალურ ავადმყოფობაზე წინააღმდეგება,
რა თქმა უნდა, ცოტანი ვარ დარჩენილები, მაგრამ თუ კი ის კი არ იმარჯვებს, ვინც ძლიერია, არამედ იმარჯვებს, ვინც ბოლომდე იბრძვის. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ყოველგვარი შეჩერების გარეშე და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. შეუძლებელია, იმიტომ რომ ამაზე მძიმე მდგომარეობაშიც ყოფილა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ გამოსულა სამდგომარეობიდან რაღაც სენსიური მხარდაჭერებით ყოფილა და გამოსულა ნახած იქნება თავარია რომ ჩვენ გვქონდეს ამის სურვილი ჩემო ქართველებო ვინც ახალ დარჩენილი იმათ მოგმართოთ არ დანებდეთ ამ მდგომარეობას ერთმანეთისთვის ვიზრუნოთ ერთმანეთის მხარდაჭერით ვიზრუნოთ და როგორ შეძლოთ უფრო ძლიერად ძალად ჩამოყალიბება რომ ქვეყანა არ გააქრეს გენდერი არის ორი რომ ტრამპს რო არ ეთქვა ისე დაფწონოდა რა თუ მიაქციეთ ყურადღება აი უდუმაშვილი რომ თავაზე მუშაობს პირველზე რომ თარგმნიდა ის ადგილი ვეღარ გადათან რამოტოვა კი მაგალითად ეს ტრამპს რო არ ეთქვა უნდა ვწოდოდა ისედაც არსებობს ორი გენდერი მეტი არ არსებობს მამაკაცი და დედაკაცი და მამაკაცი არ არსებობს და ჩვენ ვიზრუნოთ ვიფიქროთ გამოსავალზე გამოსავალი კი ერთია ამ თავრობის გამოსავალი შეუძლებელია როგორმე უნდა შევძლოთ ჩვენი ძალის ირგვლივ კონცენტრაცია და ჩვენი ძალისადმი მხარდაჭერა და ხელისუფლებაში მოყვანა როგორმე უნდა შევძლოთ სხვანაირად ჩვენ აღარ ვიარსებებთ აღარ ქართულად ვილაპარაკებთ ვეღარ ქართულად ვწირავთ ჩვენი ქართული აღარ იარსებებს ეს ქვეყანა სხვანაირად უცებ მოხდეს გავიღვიძებთ და როგორც ასადის რეჟიმი ჩამოიშალა უცებ მოვიდნენ ახეთ ასადის რეჟიმის დროს ქალები სირიაში ჩვეულებრივად დადიოდნენ და როგორც კი შეეცვალა უკვე სახე ქალის სახე ქუჩაში აღრაცებს ნახეთ როგორ არის და დემოკრატიული ცვლილებები მოხდა უცებ ღამეში გავიღვიძებთ მამაო ერთ ღამეში მოხდება და თურმე ამას არაბებს და პაკისტანელებს და ირანელებს ვინც იქნება რაღაც უკვე ძალაუფლება უყდიან და შარიათის კანონებია ქუჩაში ერთ ღამეში მოხდება ეს და ესა წინააღმდეგობის გამტევი არავინ აღარ იქნება ახლა სამხრეთიდან თურქული გარნიზონები შემოვა მორჩა შეაერთებული ვილაიეთა თუ რაც ქვია მაგრამ შეუერთდება თურქეთს ერთ ღამეში მოხდება ეს დაიკარგება ჩვენი სახელმწიფოებრიობა ამიტომ ჩვენი ბრძოლა ჩვენი აქტიურობა აუცილებელია და იმედი მაქვს რომ საქართველოში ქართველი ჯერ კიდევ დარჩენილია კი მეც მაქვს იმედი მამაო წინამდელ შემთხვევაში აი არ მოვინდომებდით რომ შევესვინა მათთვის და ვინც გვიყურებს ხო შეიძლება ნაწილი ადამიანების ჩვენ გვეთანხმება და ჩვენ გვიყურებს და მისი ასე ვთქვათ აზრიც ეთქვა ჩვენ აზრს მაგრამ შეიძლება ისეთმა ადამიანმაც გვიყუროს რომელიც ფიქრობს აი რა ხდება როგორ ხდება ვერ გარკვეულა და იქნება მივცეთ იმას სწორი მიმართულება იმისა რომ მანაც მოახერხოს აი ამ თემით აი ამ კუთხით საქართველოს სიყვარულით გადაღელს ორი ნაბიჯები და გაერთიანდეს ესე ვთქვათ მოგროვდეს იმ ძალის გარშემო რომელიც მართლა ფიქრობს საქართველოს კეთილდღეობაზე და გადარჩენაზე აი მამაო ერთ კითხვას დიახ ხო ერთ კომენტარს შევექმნიანები რუსეთს დავანაკოთო ამას არ პატიობენ მამაო ჩვენ რომ ვიძახით როგორაო ვერ გავიგე მამი რუსეთს უნდა დაველაპარაკოთო კომენტარში ერთი ჩვენი მეგობარი ამას არ პატიობენ ეს შემთხვევითი არ არის ჩვენ უნდა მოვიძახოთ ჩვენ სამაზობლოში ისეთი სახელმწიფო მოდი ვიაზროთ დავაკვირდეთ და ლოგიკას ვიყვეთ რომლებიც ასევე რომლის ინტერესებშიც ასევე არ შედის კავკასიაში თქვათ აზიული წარმომავლობის საზოგადოება ასე ბორის ერთადერთი სახელმწიფო
ერთადერთი სახელმწიფო არ ეს არის რუსეთი. და ჩვენ გვექნება რუსეთთან ურთიერთობა ძალსაღი, შემთხვევითი არ არის საქართველოში ანტირუსული ისტერიკა როა დანერგილი. ეს არ არის ფულად არის, მაგრამ შეგნებით ფულად არის ყველაფერი. თუ თქვენ ამათო დაბლადებით რუსეთთან საქართველოში ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება შედარებით მარტივი იქნება. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში და რუსეთის ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს. საქართველოში ანუ კავკასიის ზაქეთ თუ კი იარსებობს ქრისტიანული სახელმწიფო, ეს ქრისტიანული სახელმწიფო იქნება ძლიერი, შედის რუსეთის ინტერესებში. იმიტომ რომ ეს სამხრეთი ბუფერული ზონა რუსეთისთვის და გასული იქნება რუსეთის სამხრეთ საზღვარი. რუსეთისთვისაც საფრთხეა მთლიანობაში დიდი თურანი, ოსმალეთი, პაკისტანელები კავკასიაში თუ ირანელები ძლიერ დაკავებად ასე შემდგომ. რუსეთისთვისაც საფრთხეა, ამიტომ ჩვენ როგორმე ეს უნდა მოვახერხოთ, ეს ავადმყოფობა უნდა გადავლახოთ და როგორმე უნდა განსახმა აზრმა გაიმარჯვოს საქართველოში, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. იცით რა, აი მამა სტივენ სანამ დავამთავრეთ ორ სიტყვას ვიტყვი. აი ჩვენ ვერ ვისწავლეთ რას ნიშნავს სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესი. ეს ვერ ვისწავლეთ და სულ რაღაცა ემოციებზე, რაღაცა ესე ვთქვათ, ძალიან ეს უაზრო ლოზუნგებზე გვაქვს ცხოვრება აწყობილი. და გონია რომ რაც უფრო ღრმად შევაგინებთ იმას, ამას, ესე ამით ჩვენი ქვეყნის ინტერესები გატარდება. ინტერესების გატარება ნიშნავს იმას, რომ შენ ითვალისწინებ იმ შენი მეზობლის ინტერესს, შენ ინტერესს შეუფარდებ ისე, რომ შენ არ დაზიანდე და აი რაღაცა მოიძებნოს ისეთი კუთხით ეს ინტერესების გადაკვეთა, რომ შენი ქვეყანა იყოს დაცული, გადარჩენილი და განვითარებული. აი ამაში ძალიან დიდი ესე ვთქვათ სიბრძნე. თუ ეს სიბრძნე ადამიანებმა არ გავიგეთ და მხოლოდ დავდექი და აგინეთ, ესე იგი ერდოღანის დედა ვიძახეთ, იმისი რა ვქი ალიევის დედა ვიძახეთ, პუტინის დედა ვიძახეთ, ასე შემდეგ ჩვენ გარშემო იცარიან სომხეთის დამავიწოდა პაშინიანი ხო? და მხოლოდ ამაზე ავგეთ, აი იმ გინებაზე ავგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, აი იმ ემოციაზე. რა თქმა უნდა, არაფერი ამით კარგი არ განდო. უნდა შევძლოთ ყველა ჩვენი ქვეყანა ისეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა არის, რომ მას შეუძლია მთელი კავკასიის ასე სწორი მიმართულებით განვითარება. და აი ეს თუ როგორმე გავიგეთ და იმ პოლიტიკოსებმა პირველში ვინც უნდა ქვეყანა მართონ, იმათ უნდა გაიგონ ეს საკითხი. ქვეყნის ინტერესი არ ნიშნავს იმას, რომ შენ მოგება მიიღო და დიდი ჩაიდო ფული ჯიბეში. ქვეყნის ინტერესი არის გადარჩენა ქვეყნის და განვითარება სწორი მიმართულებით. და ქვეყნებთან, შენ გარშემო ქვეყნებთან ისეთი დიპლომატიური და საერთაშორისო ურთიერთობების აწყობა, რომ შენ ქვეყანას დაეხმაროს ეს. კარგი თამი, დავამშვიდობთ ახლა მაყურებლებს და მადლობა ყურადღებისათვის, მადლობა მოსვენისათვის. შეიძლება ძალიან ძიმე თემებზე ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ მოგვიტევეთ ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად გაიგოთ და ის გულის ტკივილი რაც ჩვენ გაგვაჩნია ნუ დაგვაბრალეთ პოლიტიკოსობას, იმიტომ დღეს პოლიტიკა უკვე აღარ არსებობს ისეთი, რომ ადამიანს თუ რამე აწუხებს და ხედავ რა არის გამოსავალი, ის უნდა ილაპარაკოს მდელმაც, ერმაც, ბერმაც და ყველამ უნდა ილაპარაკოს და სწორედ ესე მივაღწევთ იმ კეთილ შედეგს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა სწორ რელსებზე გადავა. დაულოცეთ ამას პირდაპირ. და დაულოცოთ ჩვენი მაყურებელი. მადლობა. დაიხარე მომოდა რაოს დავესწრო თავი. ისწავლოთ. დაიხარე. და ეხლა მე მინდა რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგავობოთ ღირს არ შეშმარიტად. ღირს არ შეშმარიტად
რათა გადიდებდე აქციონისტი რომელი მარადი Say